მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლევან ჩომახაშვილი და თქვენ უყურებთ ჩომახა პერფორმანსის vlogs. მოკლედ ეს ვიდეო ახლა რასაც ნახავთ, გადავიღეთ ერთი კვირის წინ სადღაც. ანუ უფრო დიდი ხნის წინ. ნაწყვეტაა და ბოლომდე ვერ დავასრულეთ, ისეთი დაღლილები ვიყავით, რომ ვიდეო დაგვავიწყდა და მოკლედ ახლა გავეშვათ და უყურეთ სუპრის ვიდეო და 39-ის ოროქის. ალბათ წარმატებები. ეხლა ვიმყოფებით ჩემს გარაჟში, სადაც მიდის უკვე უშუალოდ სუპრაზე სამუშაოები. სხვაგან ვერ გადამყავს, იმიტომ რომ ყველა დეტალი, პატარა დეტალები და ყველაფერი აქაა. შაფში მინდოდა გადაყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდება, იქიდან გამომდინარე, რომ აი შეხედეთ რა ხდება აქ. აი ეს ყველაფერი, რაც აქაა, ყველაფერი არის სუპრის. სუპრა ესე გამოიყურება, ჯერ გარედან არ შემიღებოს, შევღებეთ ძრავის ადგილი. ესა. ხო და მერე უკვე აქ გვაქვს ძრავა და ამ ძრავს ამოვიღებ და ჩავდებ სუპრაში. როდესაც ჩავდებ, მერე უკვე გადავიყვან სავარაუდოდ შაფში და იქ გავაგრძელებ აწყობას მთლიანად. ამის პარალელურად აქეთ მიდის სოროკის ძრავის შეცვლის სამუშაოები. მოკლედ ესე ვშრომობთ, ბოდიში მაიკა გახდილი რო ვარ, ძალიან ცხელა და უზომო ცხელა. ვეღარ ვუძლებთ აქ ბიჭები. ეხლა გაჩვენებთ სუპრას მოკლედ. დეტალურად. ესე გამოიყურება სუპრა უკვე. ეს კრილო დაჯანგებულია. ოღონდ გაფუჭებული არ არის, უბრალოდ ჯანგი აქვს მოკიდებული გარედან. გარენადები აქვს. იმიტომ რომ ეს მანქანა იყო დამწვარი. ეს მანქანა რო ვიყიდე, ძრავში ქონდა ცეცხლი წაკიდებული და აქედან გამომდინარე მომიწია მთლიანი მანქანის რეაბილიტაცია. პერესვენება. აღდგენა მოკლედ რა. ხო და ლაზერით გავასუფთავე მთლიანი მანქანა. მე დაიგრუნტა, შეიღება. გავუკეთდა ხმის იზოლაცია, როგორც შიგნიდან მანქანას, ასევე გარედან ქვემოდან იატაკზე. იატაკზე გავუკეთდა კიდე მთლიანად ბეშუმი თუ რავი როგორ გითხრათ, ქართულად არ ვიცი, ხმის იზოლაცია, ოღონდ საღებავის პონტია რა, რაღაც ქვემოდან ასხავ. ხო. დავაყენე სხვა დისკები, თავისი სლიკებით. უკანა მხარეს არაფერი არ ჭირს. სალონსაც ჩაგახედებთ. ესია. ორი კოვში დევს. უკან დუგი აქვს. დეშბორდი ავსტრალიიდან ჩამოვიდა როგორც იქნა ავაწყე, მაგრამ ბოლომდე არაა ჯერ აწყობილი, იმიტომ რომ აქ რაც ყენდება პლასმასები მაგების შეღება მინდა. სპიდომეტრი TRD-ის არის, 340 კილომეტრი აქვს. და ესე რა მოკლედ ან შიგნიდან არაფერი არ აკლია, უბრალოდ ასაწყობია ბოლომდე. აქ გვაქვს ჩვენ კარბონის კაპოტი. და კრილოებს რატოს არ ვღებავ ეს მიზეზია იმის, რომ მინდა რომ კარბონები დავაყენო, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია ჯერ იმდენად მომწონს წითელი ფერი, რომ არ მინდა რომ გარედან ესე ეფექტი დავუკარგო რა. თან მინდა რომ კარბონის დეტალები მეყენო, თან მინდა რომ წითელი იყოს. ეს წითელი, რაც შიგნიდან არის და მანქანის წითელი განსხვავდება. აი თქვენ შეამჩნევთ ფერს. ეს არის Ferrari-ის წითელი. FF0022 თუ რაღაცა ეგეთი, აი Ferrari-ის ყველაზე წითელი რაცა, იმენა Ferrari-ის კოდითაა ჩამოსხმული, იმენა Ferrari-ის საღებავი. და აი ძალიან ლაპლაპებს, ძალიან იმენა ბზინავს რა, რასაც ქვია. აქ ტორმუზის ბაჩოკი, მოკლედ რავი, რუსულ სიტყვებს გამოვიყენებ შიგათაში, იმიტომ რომ ესე ვსაუბრობთ წინა ვიდეოში კი ვახსენე. ავტომოყვარულები, რავი, ესე გავიზარდეთ და ამ სიტყვებით ვართ რუსეთის დედა, მაგრამ ამ სიტყვებით, რა ვიცი, მოკლედ ძალიან არ იმას ვქეთ, გამაკრიტიკოთ. ხო და ესეთი ამბავია, მოკლედ აქ რა. აქ დევს ბამპერი. ხო, ფარი. ეს არის ძალიან საყვარელი რაღაც ჩემთვის. იმიტომ რომ აქედან რომ შეხედავ პირდაპირ ტურბომდე შედის აქ მთლიანი კარბონი
ტურბო სადაც დგას, აქედან მთლიანად მიდის ტურბოს წელამდე კარბონის მილი. აქ გვაქვს 2J-ი ძრავი, რომელსაც ამოვიღებ. დავშლი, მაგრამ ჯერ არ დავშლი, ჯერ უნდა ჩავდო მანქანაში და დაიქოქოს. უბრალოდ მაინტერესებს რა გამოვა. დავქოქავ, გავატარებ, გამოვატარებ, რომ ყველაფერი სავალი ნაწილის და რაღაც იდეალური იყოს. და შემდეგ უკვე მაქვს აქ მეორე 2J-ი ძრავი. აი აქ, რომელსაც ავაწყობ კოუკაზე. და ამ მანქანამ მინდა რომ დაწეროს 1400 ცხენი საბურავზე. ვიღაცეებისთვის შეიძლება ზედმეტია, ვიღაცეებისთვის შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ აი რო დაწერს გაჩვენებთ. ესაა და ეს ახლა წავედით და დავიწყოთ უკვე ძრავის ამოღება. გაგვიწვიმდა მუშაობის პროცესში, ან დაგვიღამდა. ბიჭები აქეთ სხედან ბულბულებივით. ტანიჩოკ. პერესონება გავაკეთოთ. აქედან მოკითხვა შემოგითვალათ. მოკლედ რა. ეხლა ველოდებით რომ წვიმამ გადაიღოს და მგონი უკვე გადაიღო და ცოტა გადამრჩა მე რომ ძრავი ამოვიღო. თუ ვინმეს გაგიჩნდათ ის კითხვა რომ ღამე რატომ მუშაობთო? ღამე იმიტომ მუშაობთ რომ ღამე გრილა. და აქ არ გვაქვს კონდენსიონერი. პროსტა გარეთ კი მინდოდა დაყენება, მაგრამ სივრცეზე ვერ დავიჭირე. არა, ნუ და აი ეს რაც იმაზრია მოსოჭი. არაფერს ავჭრით, ნო. ლოგია. ამოჭრა რომ ვიცოდეს მას უბრალოდ კი არა ვაწყობ. მოდა ეგეთი ამბავი რა. იორგე რა სიტყვაში? აი გავიდო ეს თუ გავედი. აბა წავედი. ღამის 2 საათია რა, 3 დაიწყო უკვე და მე და გიორგა ისე ხოთზე ვარჩი. აქ ერთი ძრავიდოს. აქ მეორე ძრავიდოს და იმ მანქანაში მესამე ძრავიდოს, რომელიც აქ უნდა ჩავდოთ. აი, აქ. ეს ძრავი სუპრაში უნდა ჩაიდოს. ხო და რა ვიდილაზე კიდე დავამატებთ მქონი ერთ ვიდეოს. ხო. რომ აქ ყველაფერი გამოშლილია ზმო. და ესე რა. აი. 2J-ი გატიტულა. თავში ყველაფერი ორი ტრანსმისია გვაქვს. აქ რაღაცეები გვაქვს კიდე ყველაფერი 2-2. ეს 4 და 4 მექანიკა. აქ აღარ გვაქვს ძრავა და ესე მიდის ჩვენი საქმეები. წავედით და უკვე გათენებულზე ჩაგირთვებით. როგორც დაგპირდით მეგობრებო, ეხლა დილის 6 საათია გათენდა უკვე. როგორც ხედავთ სუპრაში ძრავი ჩავდგით. აი, ესე გამოიყურებთ. ახლა ჩაგახედავთ. ესია. ეხლა ეს მეორე ძრავა უკვე 39-ისთვის რომ ვამზადებთ, ეს ერთი უკვე აქდია და ყველაფერი იქნება ისე როგორც საჭიროა. შუა დღეს შეიძლება 39-ით ვიკატავოთ კიდევაც. აბა დავედი. გიო, შენ რა სიტყვის, მაგრამ როგორც ღამე გათენებული კაცი. ის ამას უფრო ეტყობა არა ვიდრე მე. დავქოქით ფაქტობრივად და იქ. просто ჩეცრავ არ ვქ. მოუყურეს. აუ ჩემი არა. მაგარი დავიბრიდე. ой, რა, ყველაფერი კარგადაა. მოვეწყეთ საკაიბოც. არაფერი არ გვიჭირს და არ მოგვიკითხოთ. მაგრამ ასწორებს ამერიკა. გიო. ისოვე ვარ. ისო. ეხლა ჭუჭყის გამსაღებლები თუ ვიმეხართ. ბეჭებით და გვაქვს ტონოფიც. თუ ბეჭები და გვაქვს ტონოფშიც თუ როგორა. შით მითით. ისით მისთხის. ესეც არის მართა მოკლედ 39-ის და სუპრის ტექნიკური მდგომარეობა. ეხლა არის დღე მე-7 ალბათ მაგ დღიდან. როცა ეგ ვიდეოები გადავიღე. რაღაც ცოტა გაიწელა, იმიტომ რომ
ჩემი ძმაკაცი გიო ჯარში წავიდა. მეც რაღაც საქმეები მქონდა. როგორც წინა ვიდეოში ვახსენე M5-ს რაღაცები. შესახები აქვს და მალიერთან გადავიყვანე მღებავთან. და ახალი გამოყვანილი მყავდა M5 რის შემდეგაც დაპარკინგებული მქონდა სახლთან და უკან გამისვეს და გამიფუჭეს კრილო შიტოკი და ფარი. ხო და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს და M5-ს გაჩვენებთ რა. ეგ ვიდეო ეს ვიდეო უფრო სწორად რაღაც ცოტა ისია. აცაბაც აბდაუბდა, მაგრამ ისეთი რთული ღამე გქონდა, იმედენი ვიბრძოლეთ, წარმოიდგინეთ. ერთი მანქანიდან ძრავი ამოვიღეთ ჩეისერიდან. სუპრაში ჩავდეთ. მეორე მანქანიდან ამოვიღეთ ძრავი. სხვა მანქანაში იდო მაგისთვის ძრავი და იქიდანაც ამოვიღეთ და ამაში ჩავდეთ და ეს ყველაფერი მოხდა ერთ ღამეში რა. და რავი, კი ნახეთ რომ გადავათენეთ მთელი ღამე. რავი, მოკლედ დაწერეთ, გავაგზავნოთ ლოგები. ცოტა თლიან ინფორმაციას ვერ გაწვდით, მაგრამ შეგადაშეგ ვცდილობ რომ მოგაწოდოთ ინფორმაციები და გავაგზავნოთ თუ არა აპარაშტვით. თუ რა გადავიღოთ.